წლების განმავლობაში არსებული სტერეოტიპი, რომ ქალები ბუნებით უფრო ემპათიურები არიან ვიდრე მამაკაცები, არ დასტურდება. აღმოჩნდა, რომ ემპათია არა რომელიმე სქესის თანდაყოლილი თვისება, არამედ სოციალური გარემოს და აღზრდის შედეგად ჩამოყალიბებული უნარი. გენეტიკური კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის ემპათიურობას გენები მხოლოდ 10%-ით განსაზღვრავენ, რაც თავარია მეცნიერებმა ვერ იპოვეს ემპათიის გენი, რომელიც ადამიანის სქესზე იქნებოდა დამოკიდებული. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის ძირითადად ბავშვობიდან ჩნდება, როდესაც გოგონებს ზრუნველობისა და ემოციების გამოხატვისკენ მოუწოდებენ, ბიჭებს კი სიმტკიცისა და ემოციების შეკავებისკენ. ახლა კი ძალიან დიდი სიახლე ინსულტის პრევენციაში ცნობილია, რომ ინსულტის გამომწვევ ფაქტორებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საძილე არტერიის სტენოსს, იმ სისხლძარღვების შევიწროებას, რომელიც ტვინს ჟანგბადით მდიდარ სისხლს აწვდის. შესაბამისად, როდესაც ეს არტერიები მნიშვნელოვნად ვიწროვდება, ან იხშობა, ტვინში სისხლის ნაკადი მცირდება და იზრდება თრობის წარმოქმნისა და იშემიური ინსულტის რისკი. საძილე არტერიის შევიწროების დროს პაციენტები ძირითადად ცხოვრების წესის ცვლილებას და მედიკამენტებით მკურნალობას ურჩევენ. თუმცა უფრო მძიმე შემთხვევებში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევებს, როგორც არის მაგალითად სტენტირება, რომ შევიწროების ძაღლები გააფართოვონ. ახალი კვლევა, რომელიც ეთოდა 2400 პაციენტზე და 4 წელი გრძელდებოდა, კვლევას სახელად CREST-2 აჩვენა, რომ ცხოვრების სტილის შეცვლის და მედიკამენტური თერაპიასთან ერთად საძილე არტერიის 70%-ზე მეტი შევიწროების მქონე პაციენტებში სტენტირება, ანუ გაფართოვება სისხლძარღვის მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის რისკს. შესაძლებელია მალე ვნახოთ, რომ საძილე არტერიის მნიშვნელოვანი ლახშობის მქონე პაციენტების მკურნალობაში სტენტირება გახდება ოქროს სტანდარტი. სიახლეა წონასკლების მედიკამენტების ბაზაზე. დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ამერიკაში მედიკამენტი ვეგოვი, ერთ-ერთი GLP-1 აგონისტის ყოველდღიური ორალური აბები გამოუშვა. აქამდე მსგავსი წამლები მხოლოდ ინექციის სახით იყიდებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პაციენტებს ნემსის ნაცვლად GLP-1 კლასის მედიკამენტების აბების სახით მიღება შეუძლიათ. ახალმა მედიკამენტმა ამერიკაში რეკორდული შედეგები აჩვენა. იანვრის ბოლოსთვის ერთ კვირაში ამ წამლის 50000-ზე მეტი რეცეპტი გაიცა. აბების გამოყენება გაცილებით მარტივია მათთვის, ვისაც ნემსის შიში აქვს, ხოლო ინექციებისგან განსხვავებით ტაბლეტები მაცივარში შენახვას არ საჭიროებს. მართალია, მათი ეფექტურობა მცირედით ნაკლებია ინექციურ ფორმაზე, მათი ღირებულება ბევრად დაბალია და მაინც ეფექტურ ალტერნატივას წარმოადგენს სიმსუქნის მქონე პაციენტებისთვის.